ეთერში ყურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ბრიუსელის მხრიდან ქართულ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. ერთ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ძალადობის მხარდაჭერაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის ნაცვლად ევროკავშირის ელჩის რეაქცია აჩვენებს ღირებულებით ჩიხს. თანამედროვე ევროპა კი ძალადობისგან გამიჯვნის ნაცვლად ღიად დგას მოძალადეების მხარეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შალვა პაპუაშვილი საუბრობს ჩარევებზე 2024 წლის არჩევნებში, ასევე სტრასბურგში მოგებულ საქმეებზე და ამბობს, რომ თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის პატივისცემა. კეთი ზანთარაია გაგვაცნობს პარლამენტის თავმჯდომარის მთავარ გზავნილებს და შეფასებებს, ის კურიერს უერთდება. კეთი, ეთერში ხარ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე არის საუბარი, ყველას მნიშვნელოვანია ახსოვდეს ის, რომ შალვა პაპუაშვილის შეფასებით ამის წყარო არის თავად ევროპული ბიუროკრატია და ის დამოკიდებულება, რომელიც ევროპულ სტრუქტურებს და მათ ხელმძღვანელებს აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს დამოკიდებულება და არასამართლიანი შეფასებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიხატა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მისივე შეფასებით იმას, რომ ევროპული დედაქალაქი, პოლიტიკური და ასევე მისი სტრუქტურები აცდენილი არიან მთავარ პრინციპს დემოკრატიის პატივისცემას და ამის კონკრეტული მაგალითები მოიყვანა პარლამენტის თავმჯდომარემ იმ პოსტში, რომელიც ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველ წყარო, რომელიც ხელის გულზე დევს. დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა. შეუძლებელია პატივისცემდე დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას და ამავე დროს ერეოდეს სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. შეუძლებელია პატივისცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონსა და მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილ სინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა, ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო. და ბოლოს შეუძლებელია პატივისცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არ პასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღია დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი ცხადია. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა ჯანსაღნიშნულს იქამდე ვერ დაუბრუნდება, ვიდრე გაგრძელდება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი არასამართლიანს უწოდებს. ამ დამოკიდებულებაში კი პრობლემას ვერ ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. ეს ჩიხი შექმნილი არის თავად ქართული ოცნების მიერ. ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი არის ხელისუფლების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის. ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათ ყველაზე ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აი ამ ეროვნულ იდეას დაუპირისპირდა ქართული ოცნება. ამ ვითარებაში სამართლიანი და ობიექტურიც არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, მიდგომები, ასევე მიდგომები უნდა შეიცვალოს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რა კანონებსაც ვიღებთ, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, იგივე გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ დადეკლარირებას იმ თანხებისა, რაც ჩაირიცხათ NGO ორგანიზაციებს, იგივე ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, რომელიც გრძალავს LGBT პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში, ხომ? ამასთან დაკავშირებითაც ისინი თითქმის ქნევით მოგვიწოდებენ, რომ უნდა გავიწვიოთ ეს კანონი და არავინ არ არის იმისთვის მზად, რომ
რომ დაგვიჯდეს და არგუმენტირებულად გვედებატოს და აგვიხსნას თუ რატომ იზღუდება ან ერთი კანონით ან მეორე კანონით ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ესეთი მიდგომა საქართველოს მიმართ ჩვენთვის არის ყოველდღიურად მიუღებელი, ჩვენ ვართ თავმოყარები, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ უსამართლობას გავცეთ ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული, არგუმენტირებული პასუხი. ყველა ნაბიჯი მმართველი პარტიის შეფასებით, რომელსაც ქართული ოცნება დგამს პოლიტიკურად, ეს არის არა თავდასხმის, არამედ თავდაცვის რეჟიმში გადადგმული ნაბიჯები. მადლობა, ქეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის ეთერში. კიდევ ერთი აღიარება და დასტური, რომ ოპოზიცია გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს. ასე აფასებს მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი დაიწყოს. ოპოზიციურმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა უკვე გაასაჩივრა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ სამართალწარმოება საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით დაიწყეს. ეს პირველი ეტაპია და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მზადდება სხვა სარჩელებიც. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს ვარდება, გისმენთ შოთა. ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ქართულ სასამართლოს არენდობიან, თუმცა მიუხედავად ამისა გეგმავენ საკონსტიტუციო სამართალწარმოება დაიწყონ მმართველი გუნდის წინააღმდეგ. საუბარია კონკრეტულ კანონპროექტებზე და ასევე სარჩელებზე, რომელიც შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მხრიდან. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს განმარტეს, რომ აღნიშნული, ასე ვთქვათ, რჩევა მათ მიიღეს საერთაშორისო პარტნიორებისგან და შესაბამისად, მიუხედავად თავიანთი დამოკიდებულებისა, ეს გაითვალისწინეს. რაც შეეხება მმართველ გუნდს ქართული ოცნებისთვის, ეს არის მორიგი დასტური და მტკიცებულება იმის, რომ რეალურად ქვეყანაში ოპოზიცია მოქმედებს მითითებებით და არა საკუთარი პოლიტიკური თუ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ რაიმე შანსი სამართლებრივი პროცესის წარმოების შემთხვევაში, რომელიც მათი თქმით აუცილებლად ობიექტური იქნება, ნაციონალურ მოძრაობის სარჩელს არ უნდა ჰქონდეს. პარტიის მმართველობა მიიღო გადაწყვეტილება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მიტაცებული არის და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, იმიტომ რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ 4-ვე რადიკალური პარტია იმართება ერთი ვერტიკალი და მოქმედებენ გარე დავალებები. და გამომდინარე, კონკრეტულად ამ სარჩელზე გარე დავალება მიიღეს თუ ეს უბრალოდ უკაცრავად და გასაправებლად ჭირდება თავიანთ ამომრჩეველთან, იქიდან გამომდინარე, რომ აცხადებენ, რომ არ უნდა ვენდოთ სასამართლოსო და თვითონ მიმართავენ სასამართლოს, ეს უკვე მეორე მხარეა და შეიძლება ერთიც იყოს ამაში და მეორეც. ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას უახლოეს დღეებში გეგმავს, მანამდე უკვე ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო საჩივარი, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობისა და რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ დაინიცირა. საუბარია საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე, რომელიც დასკვნის შემდგომ, ასე ვთქვათ, პროცესზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლიდა. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელის პროცესი იწყება. მოსამართლემა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს. ვლადიმერ სტეფანიას გამოძიება უკანონო სამეწარმოო საქმიანობასა და შემოსავლის ლეგალიზაციას ედაება. 5 სასტუმრო, კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. გამოძიების ინფორმაციით კომპანიამ ბაკურიანში ინფრასტრუქტურა განაშენიანების გეგმის და სანებართვო პირობების დარღვევით ააშენა. საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ყიდდა. კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია 2 მილიონამდე ლარის შემოსავალზე. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულმა სტეფანიანმა თანხის ნაწილი ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა და ქონებები შეიძინა. საქალაქო სასამართლოს და ნათია მღებრიშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ნათია, რა შუა მდგომლობები აქვთ პროცესზე მხარეებს?
მხარეების პოზიცია ასეთია, დაცვის მხარე დღეს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რომ გამოყენებული იქნეს გირაო, თუმცა კონკრეტული თანხა ადვოკატს არ დაუსახელებია, რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა იყოს გამოყენებული. თავად ვლადიმერ სტეფანიანი კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელი სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანეს საქალაქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავტომობილებით. მისი პოზიცია, როგორც ადვოკატი გვეუბნება, ჯერჯერობით უცნობია, ის არ აფიქსირებს პოზიციას ადვოკატის თქმით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ სხდომაზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლოს. ბრალდების მხარე შემოდის დაპატიმრების შუამდგომლობით. ცხადია, დაცვის მხარის პოზიცია იქნება არასაბჭო აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა. არ შეცვლა მისი პოზიცია, ისევ არ აფიქსირებს პოზიციას, დანარჩენს ვნახავთ პროცესზე. დაისვა მრავალი კითხვა, რასაც გასცა პასუხი ვლადიმერ სტეფანიანმა, საქმის მასალების განხილვაში ვერ შევალ. კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე დაიწყება. მადლობა საქალაქო სასამართლოდან ნათია მღებრიშვილი იყო კურიერის ეთერში. ამ წუთებში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე 2026 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცნობს. აქცენტი კეთდება ძირითად მონაცემებზე და მიმართულებებზე. მთავრობის მიერ პარლამენტში დაბრუნებული პროექტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35.9 მილიარდი ლარია. იზრდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს. ამ ხარჯებში შედის იანვრიდან პენსიის ზრდაც. ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიუჯეტიც გაიზარდოს. დაერთი ბიუჯეტი 2025 წელზე იყო დაახლოებით 32 მილიარდი ნახევარი. ეხლა არის საუბარი იმაზე, რომ ეს ციფრი 3 მილიარდით გაიზრდება დაახლოებით და გახდება 35 მილიარდი ნახევარი. ძირითადი ნაწილი ამ ზრდის, რა თქმა უნდა, მოხმარდება ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურის მიმართულებას და რა თქმა უნდა, ძალიან რელევანტურად იქნება ეს ზრდა გადანაწილებული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობიდან გამომდინარე. ბიუროკრატიის ხარისხით საქართველოს მსოფლიოში 25 ადგილზე გავიდა ევროპის საუკეთესო 20-ში, მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერობს. ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. საქართველოს მაღალი შეფასება მიიღო და ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 4 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზე აუსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ოცამდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის არის ავტომატები და შაჩხანები, დაკავებულია 13 პირი. ღონისძიებები თბილისში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ჩატარდა. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვიდეო ხაფანგის საშუალებით გამოვლენილი მორიგი კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში უკანონობა ამჯერად თიანეთში მცხეთა მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ამოღებულია 9 კუბურ მეტრამდე წიფლის ხის მასალა, რომელიც გადატანილია საქმიან ეზოში. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის არაერთი ფაქტი თანამედროვე ტექნოლოგიების, ფოტოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაა გამოვლენილი. მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით სახელმწიფო ტყეში პატრულირებას 24 საათიან რეჟიმში ვახორციელებთ. ნებისმიერ სამართალთა რღვევაზე გატარდება კანონმდებლობით დადგენილი მკაცრი სანქციები. ამერიკაში ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნი სრულდება. სენატმა ორპარტიულ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ახლა ბიუჯეტს წარმომადგენელთა პალატაში უყრიან კენჭს, საბოლოოდ კი დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. მიღწეულია შეთანხმება ჯანდაცვის ბიუჯეტთან და საჯარო მოხელეების თანამდებობებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. 40-დღიანმა შატდაუნმა ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც შტატების საფინანსო სისტემაზე და საჯარო სექტორზე, ასევე ამერიკის მოკავშირეებზეც. ვაშინგტონმა ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას იარაღის მიწოდება შეუჩერა. მედია წერს, რომ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეერაღების მიწოდება გადავადებულია დანიისთვის, ხორვატიისთვის და პოლონეთისთვის. საუბარია რაკეტებზე, რომლებსაც ეს ქვეყნები შემდგომ სავარაუდოდ უკრაინას გადასცემენ. ეცახში უარყოფენ ვერსიას, რომ ტრამპს ოვალურ კაბინეტში მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს ეძინა.
ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს, რომ ჯანდაცვის მდივანთან შეხვედრის დროს ამერიკის პრეზიდენტს თვალები აქვს დახუჭული მედიამ გავრცელა. თეთრი სახლის პრესამსახური აცხადებს, რომ რეალურად პრეზიდენტს ეღვიძა და ის აქტიურად იყო ჩართული განხილვაში, რომელიც დიაბეტის წამლების გაიაფებას ეხებოდა. უკრაინის დროშები ჩეხეთის სახელმწიფო შენობებიდან თანდათან უნდა ჩამოიხსნას, აცხადებს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ანოს ლიდერი. კარელ ჰავლიჩეკის განცხადებით, ეს იყო სოლიდარობის სიმბოლო, რომელმაც საკუთარი ფუნქცია უკვე შეასრულა. მისივე თქმით, როდესაც ის მინისტრი გახდება, ვაჭრობის სამინისტრო შენობიდან ევროკავშირის დროშასაც მოხსნის. განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელა, სადაც ჩანს, რომ შენობიდან უკრაინის დროშას ხსნიან. სტიქიური უბედურობის ზონა ფილიპინები, ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ტაიფუნმა წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. სახლების დატოვება მოხდა მილიონზე მეტ ადამიანს არის მსხვერპლი. ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე ტაიფუნია. რამდენიმე დღის წინ სტიქიას ქვეყანაში 224 ადამიანი ემსხვერპლა. პარკინგზე ავარია სლოვაკეთში. გვიან ღამით ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათგან მძიმეა 9 მგზავრის მდგომარეობა. მიზეზებს გამოძიება ადგენს. ბოლო ერთ თვეში სლოვაკეთში უკვე მეორე სარკინიგზე შემთხვევა. ავარია ამჯერად დედაქალაქთან ახლოს მოხდა. ჭალისტყების აღდგენა განაშენიანებას იწყებს რუსთავის მერია. უკვე შეიძინეს 10,000 ძირიენდემური ჯიშის ცხე. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შესრულდება. მასში მონაწილეობის მსურველთათვის ტარდება ტრეინინგები. ამ მნიშვნელოვანი პროექტით რუსთავში ვაგრძელებთ ჭალისტყის ისტორიას, აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღეს ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდის მხრიდან სამინისტროსთან ერთად მუშავდებოდა იმ მთავარი დოკუმენტით, რომელიც ჭალისტყის აღდგენას ეხება. საინფორმაციო შეხვედრა გქონდა, სადაც ახალგაზრდებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ჭალისტყის აღდგენა იმ ნერგებით, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და ძალიან მალე სისტემურად დავიწყებთ ჭალისტყის აღდგენის პროცესს. დაიწყო რუსთავის ჭალისტყის აღდგენა, რომლის პროექტი მოამზადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ ერთობლივად. მსგავსი პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არის მნიშვნელოვანი და მომავალშიც გააგრძელებს, იმიტომ რომ ეს არის მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. რუსთავის ტყეჭალაში დაირგო 300 ძირი ხემცენარე ახალგაზრდებთან ერთად. აღნიშნული პროექტი გაგრძელება მომავალ წლის გაზაფხულში, რაც ჯამში ტყეჭალაში 10,000 ძირის ხის დარგვას მოიცავს. ამბერ ჯორჯია, ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი ნიუ-იორკში 30-მდე ქართული ღვინის მარანმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 100-მდე ღვინო წარმოადგინა. ღონისძიება შტატების შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება. ღონისძიება კი ცალსახად დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ქარვისფერი ღვინის საექსპორტო პოზიციების შენარჩუნებას. დღეს აქ ქართული ღვინო წარმოდგენილია სტილის მრავალფეროვნებით და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს 26 საოჯახო მარნის ღვინო. მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაიზრდება მისი ცნობადობა და ხელს შეუწყობს მზარდი ექსპორტის ტენდენციის შენარჩუნებას. ხელშეწყობა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან არის უმნიშვნელოვანესი, რამდენადაც ეს უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ქართული პროდუქციის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ამაღლებას, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციას. საქართველოდან იწყება ჭაჭაზე დაყენებული ღვინის ისტორია და პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ამ ტრადიციის განახლებას და აყვავებას, როგორც საქართველოში, ისე აქ, ნიუ-იორკში და მთლიანად შეერთებულ შტატებში. მე ვიმედოვნებ, რომ ეს აჩვენებს ამერიკელ ღვინის საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო არა მხოლოდ როგორც ჭაჭაზე დაყენებული ღვინის წარმოშობის ქვეყანა, არამედ როგორც გლობალური მეღვინეობის მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი.